როდესაც არის საუბარი საფრთხის დონეზე რუკაში, ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს აღიქვამს ძალიან რადიკალურად. იქიდან გამომდინარე, რომ ასტროლოგია ზოგადად არის სტატისტიკა. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ანუ ის რომ რუკაში არის საფრთხის დონე მაღალი, ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს საფრთხის რისკი მაღალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ აუცილებლად დაგემართება. ეს ნიშნავს იმას, რომ რისკი არის მაღალი, რომ დაგემართოს. ესეთ შემთხვევაში ასტროლოგი ყოველთვის გირჩევს, რომ პროგნოზის მიხედვით იცხოვროთ, იმიტომ რომ პროგნოზში გაწერილი არის კონკრეტული პერიოდები, როდის არის ყველაზე მაღალი საფრთხის დონე და როდესაც არის ყველაზე მაღალი საფრთხის დონე, მაშინაც კი არ არის 100%-იანი რისკი, რომ შენ აუცილებლად რაღაც დაგემართება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება, ანუ 90% არ არის ცოტა და შესაბამისად, როდესაც 100%-იან შანსს და რისკს არავინ არასდროს არ გეტყვით, არსად არ არის 100%-იანი, ყველგან არის რა თქმა უნდა უფრო ნაკლები შესაძლებლობა არის და ეს არ არის გარანტირებული, შესაბამისად 100% ვერც იქნება. 90% თუ არის 80% უკვე არის საფრთხის მაღალი დონე და შესაბამისად რისკი არის, რომ შეიძლება რაღაც დაგემართოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც დაგემართება. ცალკე იგივენაირად საფრთხის დონე რომ არ არის ნატალურ რუკაში, დაბალი როდესაც არის საფრთხის დონე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად არასდროს არაფერი არ დაგემართება. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ 90% არის შანსი იმისა, რომ შენ მთელი ცხოვრება იცხოვრებ, შვიდად და არაფერი არ დაგემართება, მაგრამ 10% მაინც არის, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც პერიოდში დაემთხოს ასპექტები ისე, რომ შენ მოხდე საფრთხის რისკი და მოხდეს რეალურად რაღაც კონკრეტული საფრთხის შემცველი მოვლენა. შესაძლებელია ესეც, უბრალოდ ეს არის რისკები და შანსების შეფასება და ამიტომ ამას უნდა მივუდგეთ ზუსტად ესე, როგორც ეს არის რისკი და შანსი და ამიტომაც ასტროლოგი გეუბნება, როდესაც საფრთხის დონე არის მაღალი, შენ ყველა შემთხვევაში უნდა მიაქციო ყურადღება პროგნოზს. ყოველთვის უნდა გააკეთო ერთწლიანი პროგნოზი, 1 წლით ადრე შენ უნდა იცოდე მთელი 1 წლის განმავლობაში რაც შენს წინ არის. მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იცოდე რა გელოდება, რა რისკები და შანსებია, რომ შენ ესე ვთქვათ, სცადო მიმართო შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდა. საფრთხეში აუცილებლად გულისხმობენ სიკვდილს და სიკვდილის გარდა უამრავი საფრთხე არის ადამიანის ცხოვრებაში. ხელის მოტეხვაც საფრთხე არის, სტრესიც საფრთხე არის, შოკი რო გაქვს ადამიანს, სამედიცინო დაავადებებიც საფრთხე არის. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადამიანის ეცდება რომ მოაგვაროს ეს კონკრეტული პრობლემა, ვარიანტები გადაწყვეტის კონკრეტული პრობლემის არის ყოველთვის უბრალოდ, რაც უფრო სერიოზული არის პრობლემა, რაც უფრო სასიკვდილო არის პრობლემა, მით უფრო მეტი რესურსი გჭირდება, შენ გჭირდება ცოდნა, კარგი ასტროლოგი, კარგი სწორი ინფორმაცია, გჭირდება თანხა, ცალკე გჭირდება რწმენა, რომ შენ რეალურად სწორს აკეთებ.